so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. მოგეხსენებათ, რაღაც იყო წიგნები აკრძალული. მაგალითად, ექიმი ჟივაგოვები ეჩემა მომცა ესა და ჩამიდო ესე უბეში, გამიკეთა თავშალი, მე ესე შემკრა. აი ესე შემკრა, ჩამაცვა მე ქურქი და მითხრა რომ უნდა წამეღო ეს წიგნი მის მეგობართან. და სამი სახლის იქეთ იყო მეგობარი და რომ დღისი და როგორ მივდიოდი, აი ნამდვილი გოლგოთა იყო, რომ არ გაიხედო არსად და ესე მშვიდად მიიტანა. შევედი სადარბაზოში, ახლა შევედი მეშვიდე სართულზე ცხოვრობ და ავედი, გადავეცი და მე შვებით ამოვისუნთქე და წამოვედი. მამაჩემი სულ მახსოვს, რომ რადიო მიმღები ქონდა და ყური ქონდა მიდებული. არაფერი არ ისმოდა. ანუ აი ესეთი ხმები. მაგრამ ყური ისე ქონდა გავარჯიშებული იმ ხრიალში ესმოდა რაღაც სიტყვები. და იმაზე უნდა ეფიქრე, მე დასკვნა გაიგე. ანუ შეედარებინა ოფიციალური ვერსიისთვის ამერიკის ხმის ან რადიო თავისუფლების ვერსია და წარმოგიდგენ, ეს რო ამას რო უყურებ, ხო ხვდები რომ რაღაც ყულში ცხოვრობ. ამაზე ხშირად ვფიქრობ, რომ რა მოხდა და დღევანდელ თაობაში განსაკუთრებით ჩემი ასაკის, რატო ვერ ვკითხულობთ იმ ქვეტექსტებს და მაშინ რატო ვკითხულობდით. ჩვენ ისეთი გვაგავლილი, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. თან წარმოგიდგენიათ, არხი არ არსებობდა, სადაც რამე კრიტიკულს გაიგებდი, მაგრამ ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ეს ტყუილია. Пятилетка за 3 дня თუ რაღაცას აცხადებდნენ და ყველაფერს აი 5 წლის საქმე 3 დღეში აკეთებდნენ, აი ყველაფერი იდეალურად იყო. თურმეობითი ფორმა იყო, რომ თურმე იქ სხვაგან არსებობს რაღაც სხვა თავისუფლება. და აი ზუსტად აი ამ ჩვენი თაობის ზუსტად ძალიან მიგვერს, რომ შეუძლიათ რომ რაღაც პროპაგანდისტულ არხებით მართულები გახდნენ. ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავიწყე დამოუკიდებლობის ხალხის ფეხბურთის გამო 1978 წელს დამემართა. ნახე პირველი სოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ნახე არგენტინა მოუგო ნიდერლანდებს და ისე იზეიმეს არგენტინელებმა ბუენოს-აირესში ეს კადრები რომ ნახე, ძალიან მომიდა რომ საქართველოს გამხდარიყო სოფლიო ჩემპიონი და მე აღმოვაჩინე რომ ვერ გახდება, იმიტომ რომ არც სახელმწიფო გვაქვს, არც ქვეყანა, არ დროშა გვაქვს, არც მაისური გვაქვს, არც ნაკრები არ ყო. მაშინ გავწერე პირველი პროკლამაცია, ანუ ძალიან პატარა ვიყავი რომ მოვითხოვი დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ გავხდარიყავი სოფლიოს ჩემპიონი. ანუ ფეხბურთს უკავშირდება ესეთი უცნაური დასაწყისი აქვს ჩემს პროტესტანტიზმს და დამოუკიდებლობის მოთხოვნას. რადიოში გავიგე ეს ხმა. როგორ მახსოვს აი გულს ვერ ვაჩერებდი, გულო ჩადეცდა. თან საშიში იყო, იმიტომ რომ მაინც ანუ ჯერ არ იყო დანგრეული. დაუცებ ეს ხმა, რომ დაჭერქა, რომ გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს და ვერ წარმოვედგინა, რომ ეს თუ ეს მართლა ხდება, თუ ეს მართლა ჩვენ თავს ხდება. ჩემთვის დამოუკიდებელი საქართველო გახდა 1999 წლის 10 აპრილს, ანუ მეორე დილით რომ დაგვარბიეს, უნივერსიტეტში რომ მივედი, მივხვდი რომ უკვე სხვა საქართველო იბადებოდა. მაგრამ თურმე ამ დამოუკიდებლობას რამდენი დრო და ბრძოლა და მოპოვება ჭირდება. ეს არ ყოფილა ერთხელ გადავწყვიტეთ და მორჩა. ყველაზე მეტად რაც ჩემთვის მაგალითად ტრაგიკული აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა დავიწყეთ დამოუკიდებლობის დანგრევით. ანუ პირველი დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება იარაღით დაამხეს. მართლა არ გვესმოდა. სავსე ყველას ემოციები აი ესე ქონდა, აი გადავსებული ვიყავით ამ ემოციებით. ბატონი ზედ მახსოვს, რომ აი როგორ შეიძლება რომ იჯდეს მერსედესის რაღაც ბრონირებულ მანქანაში, ან ერთსვას ეს შარვალ კოსტუმი, რა დროს ეს არის და რაღაცა და აი რაღაცა მალფეთქებადები იყვნენ, არაფრის გამოიწყებოდა კამათი და მე ჩხუბი და მე მოხდა ეს ტრაგედია რაც მოხდა. ძალიან ადვილად მოგვატყუეს, რომ რა ქვია, ტერი არის და უნდა ჩამოვაგდო. არჩეული, ანუ დემოკრატიულად თავისუფალ არჩევნებში ხო გინდა რა მინუსიც არ უნდა ქონოდა იმ ხელისუფლებას იარაღით იმის დამხობა ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა რომ ვერ გამოვასწორეთ. მე მაშინ ფიცი დავდე რაღაც შინაგანად რომ მე ამას არასდროს არ მოვყვები ჩემ შულს, იმიტომ რომ სირცხვილიც მქონდა.
თუნდაც ის არ გვეპატიება, რომ ერთმანეთს ესე ვექცევით, როდესაც აი ეს ერთმანეთთან სროლა გვაქვს გამოვლილი. სხვის შეცდომებს კი არ საკუთარზე ვერ ვისწავლეთ გამოვიდა და ნამდვილად არ გვეპატიება. ტვინმა უნდა დაუშვას, რომ შენ განსხვავდები ჩემგან, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ეგ არის. აბა შოთა რუსთაველი მეც კი აფს არ ამბობს პროლოგში ვეფხვისწყალოს. გვაქვს უთვალავი ფერით, აი უთვალავზე მეტი ფერი რო გქონდეს, ერთად უნდა ვიცხოვროთ მაინც. ეგ არის. საქართველოს ქართული სახელმწიფოს მოდელიც და იდეაც ეგ იყო. აი მგონია რომ ეს ჩვენ თავს არ ხდება. რას ვერ წარმოვიდგენდით, იცით, რომ კურსი შეიცვლებოდა. აი შეიძლება რაღაცა მთავრობა შეცვლიდა მეორე იქნებოდა პირველზე უკეთესი ამ პირიქით, მაგრამ აი ამას ვეღარ წარმოვიდგენდი, რომ აი ისე უკან საბჭოთა კავშირისკენ. აი ამას ვერ წარმოვიდგენდი, თუნდაც მენტალურად. ვერ წარმომედგინა, რომ არსებობს ადამიანები, რომელსაც ეს კიდე უნდა. და კიდე ვიღაცა გააბედავს და ამას გააკეთებს და გაუვა. შეიძლება ძალიან არა პოპულარულ რაღაცას ვიწყო, მაგრამ აი დიალოგის სურვილი მაქვს. აი მინდა რომ დაველაპარაკო, რომ ჩიხში ვართ, რომ ერთი პატარა ერი ვართ, რომ რას აკეთებთ. რომ თქვენც ჩიხში ხართ, არ მგონია ისინიც კარგად ცხოვრობდნენ. შეიძლება ახლა დიდი ჰეიტი მივიღო ამ ხრივ, მაგრამ მე მაინც ესე ვთვლი და ახლა ტყუს ვთვლი რომ მაინც უნდა დავილაპარაკო. ეს საშინელება, ეს ჩიხი არაფერს კარგს გისმომტანი არ არის. ჩვენ უკვე ვესროლეთ ერთმანეთს. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.